თვლიდან რომ შეჯდა გარკვეულ თქვათ დამხმარე პრეპარატებზე. უკეთესო ბრძოლა არის მაქს ჰოლოვეი სტილისტურად კონორისთვის. ის გაიმარჯვებს როგორც მას ჰქონდა გამარჯვება დონალდ სერონის წინააღმდეგ სწრაფი, აგრესიული შეტევით და ვინ ვარ მე? ზოგადად არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ ალბათ რაღაც დონეზე არის საჭირო რომ ვახსენო. მოგესალმებით, მორიგ დიდი კვირა MMA-ში ნიშნავს რომ ჩვენ ბრუნდებით. მორიგ დიდი კვირა რატომ? იმიტომ რომ ყველაზე დიდი ვარსკვლავი ალბათ ფურცელზე MMA-ის ისტორიაში ბრუნდება კონორ მაკგრეგორის სახით. კონორ მაკგრეგორი ალბათ არის ადამიანი, რომელმაც მთელი თაობა ჩართო MMA-ში და დღეს ვინც MMA-ის ასე ვთქვათ გულითადი ფანი არის, დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ მათი დიდი რაოდენობა კონორ მაკგრეგორის ასე ვთქვათ მოღვაწეობის დამსახურებით არსებობენ, როგორც MMA-ის ფანები და კონორ მაკგრეგორი იყო ის ადამიანი, რომელმაც MMA გადაიყვანა ეგრეთ წოდებულ მეინსტრიმ დონეზე, რის შედეგადაც ეს სპორტი მიწვდა იმ ასე ვთქვათ სიმაღლეებს, ამ მწვერვალებს, რომელსაც ჯერ არ იყო მიმწვდარი. ნამდვილად MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავი იქნება კონორ მაკგრეგორის აღზევება და მისი კარიერა. თუმცა მისი კარიერა ჯერჯერობით არ არის დამთავრებული, ყოველ შემთხვევაში ის ასე თვლის და ასე უნდა და საკმაოდ დიდი ტრავმის შემდგომ და საკმაოდ ასე ვთქვათ დიდი დროის შემდეგ ის ბრუნდება და ბრუნდება საკმაოდ ასე ვთქვათ მაღალ რანგში, თუმცა როდესაც ხარ კონორ მაკგრეგორი სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა და მხოლოდ შეიძლება მაღალი დონის ბრძოლაში დაბრუნდე, მაღალი დონის ოპონენტის წინააღმდეგ, როგორც გახლავთ ასევე მისი მხრივ ლეგენდა მაქს ჰოლოვეი. მოდით დავიწყოთ ზოგადად ბრძოლის შეფასებით, თუ რა შეგვიძლია ამ კონკრეტულ ბრძოლაზე თქვა, სანამ მებრძოლებზე გადავალთ. ანუ ბრძოლაზე შემიძლია ის თქვა, რომ ეს არის რიმატჩი, რაც უმეტესობა ხალხმა იცის. პირველი ბრძოლა ჩატარდა 2013 წელს, რაც არის დაახლოებით თითქმის 13 წლის წინ შედგა ეს ბრძოლა. სადაც გაიმარჯვა კონორ მაკგრეგორმა, მაგ ბრძოლაში კონორ მაკგრეგორი იყო 25 წლის, თუ სწორად მახსოვს და მაქს ჰოლოვეი იყო 22 წლის. ორივე მებრძოლი ყავს დასრული, თუმცა ორივესთვის კარიერის დასაწყისი იყო, განსაკუთრებით ჰოლოვეისთვის. და ამ ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა კონორმა. ძირითადად თუ გავიხსენებთ, იყო ასე ვთქვათ ჭიდაობის ასე ვთქვათ საჩვენებელი ბრძოლა კონორისთვის, თუმცა ეს არ იყო დიზაინში ესე მოფიქრებული, მან გაიწყვიტა მუხლის ერთ-ერთი იოგი და მოუწია რომ გეგმა შეეცვალა და ჭიდაობას გადასულიყო და მიწაზე მოეხთინა ძირითადი კონტროლი და ასე ვთქვათ ბრძოლის მსვლელობა. რაც წარმატებულად შეძლო კონორმა, შეგვიძლია ვთქვათ, მან საკმაოდ ადვილად მოახერხა გადაყვანა ჰოლოვეისი, გაკონტროლება და ასე ვთქვათ, საკმაოდ დომინანტურად გამოიყურებოდა მიწაზე. თუმცა ამის შემდგომ შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ ჰოლოვეის რეალურად ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე გრძელ გამარჯვებიანი სერია UFC ისტორიაში. მან ზედიზედ 13 ბრძოლა მოიგო ძალიან მაღალი დონის ოპონენტების წინააღმდეგ და დღემდეც ეს გამარჯვება კონორის აქტივში ერთ-ერთი ყველაზე დიდ გამარჯვებად ითვლება. ერთ-ერთი ყველაზე დიდ სახელად ითვლება მის რეზუმეში, იმის მიუხედავად რომ იყო საკმაოდ ადრე ორივე მებრძოლის კარიერაში. ასე ვთქვათ, პირველი შეტაკება მებრძოლებს შორის, ახალგაზრდა მებრძოლებს შორის კონორს დარჩა და ზოგადად ამის სრულად დავიწყებას არ შეიძლება, რადგან ორივე UFC-ის მებრძოლები იყვნენ, ეს არ იყო თქვათ რომ ერთი მებრძოლი 10 წლის იყო და მეორე არ ვიცი 11-ის. ისინი იყვნენ დასრულები, უკვე UFC-ში, უკვე აღმავლობაზე მყოფები და ეს ასე ვთქვათ შეტაკება კონორმა საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო.
თუმცა რეალურად დღეს ახლა ადრე სიმართლეთაც არ მქონდა მისგან გაგებული თუ საერთოდ ნათქვამი მქონდა, მაგას ხოლმე თქვა რომ რეალურად ფეხი დაიზიანა საკმაოდ მძიმედ თავიდან, რამაც მთლიანად ამირია ბრძოლაო, ასე შედარებით გამოუცდელი იყო, ვიდრე ბუნებრივია ეხლა არის და მისთვის ასე ვთქვათ ვერ მოახერხა იმ ადაპტაციების გაკეთება, რაც საჭირო იყო, რომ ის ბრძოლა მოიგო, თუმცა ისევე კონორის ხარეს კონორმას დაიზიანა სერიოზულად მუხლი, რის მეც ოპერაციაც კი გაიკეთა და მან ჰოლოვეიზთან განსხვავებით მოახერხა გადაწყობა და გამარჯვების საკმაოდ დამაჯერებლად მოპოვება. კონორს აქვს საკმაოდ კარგი გრაპლინგი, როცა ასე ვთქვათ ემზადება შესაბამისად და როცა ინდომებს რომ გამოიყენოს. თუმცა, მანდაც არის ბევრი ნიუანსი, რომელიც მაგალითად ამ ბრძოლაში შეიძლება ალბათ სავარაუდოდ უნდა იყოს გათვალისწინებული და ზოგადად დღევანდელ ბრძოლას რაც შეეხება, შემიძლია ის თქვა, რომ იმის მიუხედავად, რომ ფურცელზე საკმაოდ რთული ბრძოლა კონორისთვის ყველაფერს გათვალისწინებით და ის არის ასე ვთქვათ აუტსაიდერი და ელოდებიან რომ დამარცხდება UFC-ს მხრიდან, აი რომ შეხედოთ ტოპ 10 lightweight-ების, ალბათ საუკეთესო ბრძოლა არის Max Holloway სტილისტურად კონორისთვის. მე არ ვიძახი რომ ბრძოლას გაიმარჯვებს ის, თუმცა რეალურად აი რომ გინდოდეს რომ შენი ვარსკვლავი დაბრუნდეს და ასე ვთქვათ მას ნომერ 30 მებრძოლს ვერ მიცემ. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური რაც შესაძლოა აი ამ მომენტში კონორისთვის გაეკეთებინათ არის რომ მიეცათ Max Holloway. რა თქმა უნდა ის არ არის ჩენდლერი, თქვათ, მაგრამ ჩენდლერი რეალურად დღეს არ არის უკვე ოფცია და ვერანაირად ჩენდლერის წინააღმდეგ კონორ მაკგრეგორს ვერ დააბრუნებდნენ და მაგ ბრძოლის გაყიდვა კონორის მონაწილეობის მიუხედავად საკმაოდ გაუჭირდებოდათ. მათ ჩემი აზრით დიპოვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, სადაც კონორს ექნება შანსი. თუმცა მაგ შანსებამდეც მივალთ გავივლით დეტალურად და ასე უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ რეალურად ეს Max Holloway სულ ორი ბრძოლის წინ იყო featherweight-ში, კი მას აქვს lightweight-ში ბრძოლები, ბუნებრივია, მაგრამ წარმოიდგინეთ featherweight-დან ეხლა ეს ბრძოლა ხდება ეგრეთ წოდებულ welterweight-ში, ქვე საშუალო წონაში, ანუ მსუბუქი წონიდან კიდე ერთი წონით ასვლა უწევს Holloway-ს და რაც ასევე არის ფაქტორი, რითაც UFC კონორს აძლევს შანსს, რომ დაბრუნდეს და პოტენციურად იქნებ გაიმარჯვოს. ეს არის ისევ და ისევ გათვლა, სადაც შენ ვარსკვლავს აძლევს შანსს, რომ იმ რთული პერიოდის მერ დაბრუნდეს და იქნებ რაიმე მოახერხოს და პირობითად აი როგორც კაუბოის სერონის წინააღმდეგ ჰქონდა დიდი, ასე ვთქვათ, ბენეფისი დაბრუნდეს დიდი ნოკაუტით, დიდი გამარჯვებით და ამის შემდგომ შემდეგ დიდ ბრძოლაზე დაიწყოს ფიქრი და საუბარი, რაც UFC-ს მაგ შემთხვევაში ამ ბრძოლასთან ერთად ძალიან დიდი ეგრეთ წოდებული cash cow იქნება, დიდი შემოსავლის მომტანი და დიდი ჰაიპის მომტანი გლობალურ არენაზე. მოდით ვისაუბროთ ჭეშმარიტ კონორ მაკგრეგორზე. ანუ კონორ მაკგრეგორი იმის მიუხედავად რა შესავალიც გაუკეთე და მართლა ფურცელზე ძალიან დიდი ვარსკვლავი არის და რეალურად ასე ვთქვათ ვარსკვლავობა მარტო ოქტაგონში გაკეთებული საქმე არ წყდება. მისი ოქტაგონის კარიერა ასე ვთქვათ ისეთი შთამბეჭდავი ნამდვილად არ არის, როგორც პირობითად ვიძახი ჯონ ჯონსის ან ვთქვათ ჯორჯ სენ-პიერის და იმ ლეგენდებს შორის აი სუფთა მიღწევებით ჩემი აზრით ის ვერ მოხდებოდა სულ ტოპებში, ძალიან მაღალი დონის მებრძოლი არის, მაგრამ ისევ და ისევ როგორც ახლა ვსაუბრობთ, რომ UFC რაღაც გამოსავალს ეძებს, რომ მას მიეცეს შანსი გამარჯვებით დაბრუნების, ადრეც მისი გამავლილი გზა თუ შევხედავთ, იყო საკმაოდ ესეთი ხელშეწყობებით, მოდი ესე ვიტყოდი,
სავსე UFC-ს მხრიდან მე ამჯერა ისევ და ისევ ვინც წინა ვიდეოებს უყურეთ რომ UFC რაიმე ბრძოლებს აწყობს უბრალოდ ამჯერა და არ მინდა რომ დავიჯერო და სერიოზული მიზეზი არ მაქვს რომ დავიჯერო მე არ ვიზახი რომ არასოდეს არ ყოფილა ჩაწყობილი ბრძოლა თუმცა ეს უფრო ინდივიდებს შორის თუ იყო ან თუ ყოფილა მცდელობა ან რეალურად გამოსულა ჩაწყობა მაგრამ UFC ყოველს ახერხებს ხოლმე და ცდილობს ხოლმე რომ გარკვეული ასე ვთქვათ ლეგალური გზები მიცენ თავისთვის საინტერესო მებრძოლებს რომ მიაღწიონ გარკვეულ წერტილებამდე და შედეგებამდე და კონორიც არ იყო გამონაკლისი და არც იყო ერთადერთი ისტორიაში თუმცა მან ეს ასე ვთქვათ პლაცდარმები და ასე ვთქვათ აგდებები ჭალეში პადაჩები გამოიყენა და ბევრ ბრძოლაში სადაც უნდა გაიმარჯვებინა გაიმარჯვა მაგრამ ასევე ბევრ დიდ ბრძოლაშიც მნიშვნელოვან მომენტებში დამარცხდა საკმაოდ მძიმედაც რამოდენიმეჯერ ასე რომ მისი კარიერა სუფთა ფურცელზე რო შევხედოთ არც თუ ისე სამეჭდავია როგორც თქვა აიგეთი დონის ვარსკვლავისგან მოელოდები ალბათ ვიღაცა რო ადარებდეს კონორს ნუ ის თქვა შეიძლება გავიხილოთ როგორც არ ვიცი ერთ-ერთი ტოპ მებრძოლი ხო არ ვიცი ან რონალდო შეიძლება შეადარო ფეხბურთში ან თქვა არ ვიცი LeBron James ან ვინმე მსგავსი სტატუსის მქონე სხვა სპორტის წარმომადგენელს მაგრამ რეალურად მისი შედეგებით რომ არ იცოდე ვინ არის ჩემი აზრით ნუ მე მაქვს ამაზე ნალაპარაკები ადრე არ არის ის მებრძოლი რაც საბოლოო ჯამში სახელი აქვს თუმცა ეს სახელი ბევრი რამიდან მოდის მათ შორის ნუ მისი ეროვნებიდან ირლანდია ზოგადად ნუ ისეაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა არის თავისთაც მაგრამ მათ დიდი დიასპორა ყავთ ამერიკაში ძლიერი დიასპორა ყავთ ამერიკაში და ნუ ეგეც რა ბუნებრივია თავის როლს თამაშობს მისი აქცენტი თავის როლს თამაშობს მისი ასე ვთქვათ ლექსიკა უნარი როგორ ისაუბროს მედიასთან და მის ოპონენტებთან თამაშობს დიდ როლს და ამ ყველაფერთან ერთად პაკეტში მივიღეთ მართლაც მეგა ვარსკვლავი. ასე როდესაც საუბრობთ კონორ მაკგრეგორზე, ის უნდა გავიხილოთ ამ ჭრილში ჩემი აზრით, როგორც ასე ვთქვათ კომბინაცია ბევრი რაღაცის, რამაც შექმნა დიდი წარმატება. სანამ გადავაკონტულ ტექნიკურ დეტალებზე, მინდა ერთ დეტალსაც შევეხო, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი არის ზოგადად, რამდენად იქონიებს ხა მნიშვნელობას არ ვიცი ბრძოლაში, მაგრამ კონორ მაკგრეგორს იყო პერიოდი, როდესაც თავი ჰქონდა დანებებული ბჭყალებში სპორტისთვის და ის აღარ იყო ამ ტესტირების ბაზაში, მას აღარ ტესტავდნენ ასე ვთქვათ დოპინგზე და სტეროიდებზე. შესაბამისად, იყო ბევრი ეჭვი, რომ ის შეждდა გარკვეულ აკრძალულ უკვე მისთვის აღარ იყო აკრძალული შესაბამისად თuliდნენ რომ შეждდა გარკვეულ ვთქვათ დამხმარე პრეპარატებზე, როდესაც ის ტესტირების ბაზაზე არ იყო, იმიტომ რომ ძალიან გადიდდა, ბევრი კუნთი მოიმატა. რაც ისედაც დასავლეთში ასე ვთქვათ TRT რასაც ქვია ტესტოსტერონის ჩანაცვლების პროგრამები არ არის ძალიან უცხო ხალხისთვის და როდესაც ესეთი სიმდიდრის და სტატუსის მქონე ადამიანი ხარ როგორც კონორი, მას საკმაოდ ძალიან ადვილად მიუწვდება ხელი მსგავს პრეპარატებზე და როდესაც ტესტირება არ არის ასე ვთქვათ ნიუანსი და განსახილველი და აღარ არსებობს შენ ცხოვრებაში თავისუფლად შეგიძლია რომ შეждდე და მე პირობითად თუ დაბრუნდები თავი დაანებო და გარკვეულ რაღაცას შეინარჩუნებ ეს ასევე ალბათ მიზეზი რატომაც თქვათ შესაძლოა წონას ვერ იკლებდეს ეგეც შესაძლოა იყოს თუმცა ეს არ არის დადასტურებული არ ვიცი ზუსტად იყო თუ არა მაგრამ ძალიან ესე თქვათ პოპულარული იდეა იყო რომ აი კონორი აგრეს წოწოლო ჯუსინგობს რასაც ქვია რაღაც წვენზე ზის მაგრამ ბუნებრივია ჩვენ ეს არ ვიცით მაგრამ შესაძლოა ეგ ნიუანსიც განსახილველი იყოს ასევე როდესაც საუბრობთ welterweight-ის
ბრძოლაზე უნდა ითქვას, რომ თუ ამ ადამიანს უნდა უკვე დიდი არწმუნებაში welterweight-ში დაბრუნება, რატო არ ეჩხუბება welterweight-ს, ხო? ანუ Max Holloway არანაირად არ არის welterweight-ი და სავარაუდოდ ამ ბრძოლის მერე გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, არც დარჩება ამ წონით კატეგორიაში, ასე რომ წესდარიგით Conor McGregor-ი თუ welterweight-ად უნდა დაბრუნება, welterweight-ს უნდა შეხვდეს, თუმცა ისევ და ისევ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Conor McGregor-ს ქვესაშუალო წონაში აჩხუბებენ და იძახიან, რომ აი ქვესაშუალო წონაში მოიგო ბრძოლა, ნიჩხუბა. ნუ ეგეთი ერთ-ერთი ის ბრძოლა ვერ მოიგო. მაგრამ იძახდნენ, რომ აი ორი წონით ზევით ეჩხუბა Nate Diaz, როდესაც Nate Diaz-ი თვითონ lightweight იყო, უბრალოდ შეთანხმდნენ და welterweight-ში იჩხუბეს ქვესაშუალო წონაში. მსგავსი кейსი გვაქვს აქაც Conor-ის მხარეს. ეხლა კი მოდით გადავიდეთ ტექნიკურ ნაწილზე და Conor McGregor-ის შანსებზე. რეალურად Conor McGregor-ს ბრძოლა ასე ვთქვათ, Donald Cerrone-ის ბრძოლას თუ არ ჩავთვლით, არ მოუგია უკვე თითქმის 10 წელია. ანუ მაგამდე ბრძოლა ჰქონდა ასე ვთქვათ, ბოლო გამარჯვება ჰქონდა ის დიდი გამარჯვება, რომელიც მოიპოვა Eddie Alvarez-ის წინააღმდეგ და მოიგო ეწოდებული მსუბუქი წონის ტიტული და გახდა ჩემპი. მაგის შემდგომ რეალურად ერთადერთი გამარჯვება აქვს Donald Cerrone-ის წინააღმდეგ და დანარჩენები ყველაფერი და ან არა აქტიური იყო, ან დამარცხდა საკმაოდ ბოლოს ასევე ძალიან მძიმედ. ეგ განსახილველი ფაქტი არის ნამდვილად ადამიან რომელსაც ამდენი ხანია დიდი გამარჯვება არ ქონია. თუ რამდენად მოახერხებს, რომ თავისთავად დააჯეროს და დაბრუნდეს უკვე გამარჯვებით. თუმცა თუ ვინმეს მსგავსი რამე შეუძლია, ეს არის Conor McGregor-ი. Conor McGregor-ის ალბათ ჩემი აზრით ყველაზე დიდი იარაღი იყო ის, რომ მის ოპონენტებს აჯერებდა, რომ ის დაამარცხებდა, ასევე თავის თავს აჯერებდა, რომ ის გაიმარჯვებდა. ეს სუფთა უნარების დონეზე იმის მიუხედავად, რომ UFC მას აძლევდა, როგორც ვისაუბრეთ, სხვადასხვა ასე ბენეფიტებს და სწორ მიმართულებებს, რომ მას მიეღწია წარმატებისთვის, რო არ ქონოდა ისეთი თავდაჯერებულობა, როგორც ჰქონდა, არ ამგონია, რომ ისეთ წარმატებებისთვის მიეღწია სუფთა უნარების დონეზე, როგორცაც მიაღწია. და მან მეორე ფაქტორიც არის ბუნებრივია, რომელზეც ასე ვახსენე, ეს არის რომ მას ასევე ჰქონდა ის უნარი, რომ ოპონენტების თავში შეეტანა ეჭვები და ხშირ შემთხვევაში ასევე ან ზოგ შემთხვევაში ასევე მათთვის დაეჯერებინა, რომ ის მათ დაამარცხებდა, გათიშავდა და მან შემოდის აი უკვე ის ზედმეტსახელი Mystic Mac-ი. საინტერესოა მივიღებ თუ არა ისე Mystic Mac-ს. You can call me Mystic Mac because I predict these things. მე ზოგადად ამჯერა Mystic Mac-ების და მსგავსი ასე ვთქვათ განცხადებების, როდესაც ხარ Mystic Mac-ი და აგეთებ ეგრეთ წოდებულ სუსტ პროგნოზს, რომ პირველ რაუნდში გავთიშავ ვიღაცას, მეორე რაუნდში ამას ვიზავ. ძირითად შემთხვევაში იტყუები იმის მიუხედავად, რომ შეიძლება შენ ესე არ გეგონოს. ხანდახან გამოგივა და გამოხვალ როგორც ასე ვთქვათ, აი Mystic Mac-ი და რაღაც ესეთი წინასწარმეტყველი ფიგურა, მაგრამ ხანდახან არ გამოგივა და შესაბამისად ეს არის უბრალოდ განცხადება, რომელიც საც უბრალოდ უშვებ და ეს ერთ-ერთი სცენარია, რომელიც შესაძლოა განვითარდეს. ნუ აი მაგალითად სამწუხაროდ ჩვენც იგივე кейსაც შეგვიძლია შევხედოთ Topurias case, სადაც Oliveira-ს წინააღმდეგ თქვა, რომ პირველივე რაუნდში გავთიშაო და მოახერხა ეს, მაგრამ ნუ როგორც არ უნდა უყურებდეთ, ფაქტი ისე გამოვიდა, რომ Justin Gage-ს წინააღმდეგ ეს პირობა სამწუხაროდ ვერ შეასრულა. ასე რომ ნახოთ, ჩემი აზრით ეს ყოველთვის არის ხოლმე, ასე ვთქვათ, გასროლილი სიტყვა და ხან გამოდით, ხან არ გამოდით, ნახოთ ამჯერად რა იქნება. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, ჩემი აზრით Conor McGregor-ს ყოველთვის აქვს შანსი გამარჯვების. მას აქვს მძიმე დარტყმა, რეალურად დარტყმა და დარტყმის ძალა არის ერთ-ერთი რაღაც, რაც ბოლოს მიდის
თუმცა ყველანაირად ხედავთ უკვე დაბერებულ კონორს, დაბერება საკმაოდ ძიმედ ეტყობა და შეგვიძლია შევხედოთ მის ინსტრუქტორს, რაც ბუნებრივია. შემაშ ინსტრუქტორის ახალგაზრდობა არ არის ფაქტორი, მაგრამ ჯონ კავანას ასე ვთქვათ გარეგნობა გვახსენებს, რომ კონორ მაგრეგორის ასე ვთქვათ დიდების დრო დიდი ხნის წინ იყო. მაგრამ ისევ და ისევ ეს არის მებრძოლი, რომელსაც აქვს ძალა, სავარაუდოდ ამ ბრძოლაში ექნება ძალა. აქვს სიზუსტე, მაგრამ სიზუსტე ისე და ისევ მომზადებიდან მოდის, ეს რაღაც დაბადებიდან არა გაქვს მაინდა-მაინც სიზუსტე და ასევე დროულობიდან მოდის და ეს დროულობა მნიშვნელოვანია, რომ გაშალაშინდეს კემპში და კარგად იყოს, ასე ვთქვათ, გავითარებული ბრძოლისთვის დამამზადებული. ასე რომ ნახოთ რეალურად მივიღებთ თუ არა ისეთ კონორს, რომელსაც ექნება ის სიზუსტე, ის აგრესია, რომელიც წარსულში გამოუჩენია, თან იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ბრძოლაში ძალიან მძიმე ტრავმით წავიდა, ფეხი მოტყდა კოჩში, პრაქტიკულად მთლიანად გადაუტყდა ფეხი, დასტინ პორიეს წინააღმდეგ, ასევე მან ტრილოგია დამარცხებით დაასრულა პორიეს წინააღმდეგ, რაც მისთვის ფსიქოლოგიურადაც საკმაოდ რთული იყო. შესაბამისად, აი ძალიან რთულია რომ წარმოვიდგინოთ ასაკიც გვერდზე გადადო, რომ კონორ მაგრეგორი თავის ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს დაბრუნდება. ასევე, კარდიოსთან მას ქონია სერიოზული პრობლემები, შესაბამისად ვერ წარმოვიდგენ რომ გრძელ ბრძოლაში მან დაამარცხოს ჰოლოვეი, აი პრაქტიკულად წარმოუდგენელია ჩემთვის რომ ას მეოთხე რაუნდში გაიმარჯვოს, მეხუთე რაუნდში გაიმარჯვოს ან გადაწყვეტილებით გაიმარჯვოს. თუ გაიმარჯვებს, ის გაიმარჯვებს როგორც მას ჰქონდა გამარჯვება დონალდ სერონის წინააღმდეგ, სწრაფი, აგრესიული შეტევით და თუ მოახერხა ჰოლოვეის, ასე ვთქვათ, გადათელვა. ჰოლოვეის გადათელვა ვერავინ ვერ მოახერხა ჯერჯერობით, მათ შორის ილია თოფურიამაც, ის მესამე რაუნდში გათიშა დიდი ბრძოლის მერე, ის საკმაოდ დაძაბული ბრძოლა იყო და იქაც სხვა საკმაოდ კარგი ტაქტიკა ჰქონდა ჩემი აზრით ილიას და ამან საბოლოო ჯამში გაამართლა. და ზოგადად ძალიან რთულია წარმოიდგინო მისი გამარჯვების გზა მდგომშიც და ზოგადადაც გარდა იმისა, რაზეც ახლა ვისაუბრეთ. რაც შეეხება ჭიდაობის ფაქტორს, უნდა შევეხოთ, რადგან პირველ ბრძოლაში საკმაოდ ესეთი მნიშვნელოვანი ნიუანსი გამოდგა. გამორიცხული, რა თქმა უნდა, არ არის ბუნებრივი არაფერი ისედაც ზოგადად, მაგრამ როდესაც პირველ ბრძოლაში და ისევ ეს არ იყო იზოა, სადაც ისინი 10 წლისები იყვნენ, ისინი უკვე UFC-ის მებრძოლები იყვნენ და მან საკმაოდ დაჯაბნა ჰოლოვეი, თან ასევე ჰოლოვეი წინა ბრძოლაში საკმაოდ ასე ვთქვათ დაჯაბნეს ჭიდაობით და ჯიუ-ჯიტსუთი. რა თქმა უნდა, არის რაღაც შანსი, რომ მსგავსი შეიძლება კონორმა გააკეთოს, მაგრამ ძალიან დაბალი ალბათობა არის ამისი. ჩემი აზრით ამ ბრძოლაში ჰოლოვეის ტეიქდაუნ დიფენსი გადაყვანისგან თავის დაცვის უნარი არის კოლოსალურად გაზრდილი და იმიტომ რომ ვთქვათ ოლივეირამ რაღაც გაუკეთა მას ძალიან რთულად წარმოსადგენია რომ კონორი რაიმეს გავს შეძლებს თუ რაიმენაირად კონორმა შეძლო და ვთქვათ გადაიყვანა ერთხელ ან თუნდაც რამოდენიმეჯერ ჰოლოვეი ვერ წარმომიდგენია რომ ჰოლოვეი მიწას დიდი ხანი გააჩეროს ან ბრძოლა მიწას დაასრულოს თუ ოლივეირამ ვერ დაასაბმიტა ჰოლოვეი კონორიც მსგავს ვერ მოახერხებს ერთადერთი გზა რაც ვთქვათ მიწაზე შეიძლება მოხდეს არის რომ ფეხზე დააზიანოს უკვე ნახევრად გათიშული ჰოლოვეი მაგ შემთხვევაში დააფინიშოს დაუსრულოს ბრძოლა უკვე ტექნიკური ნოკაუტით და თუ კი რაიმე სცენარში მოახერხა კონორმა მიწაზე მის გადაყვანა ჰოლოვეიცი ყოველი წამოდგომა უკვე ძალიან მძიმე ფაქტორი იქნება კონორისთვის და მისი კარდიოსთვის აჩვენა ჰოლოვეიც არ არის იდეალურ ტალღაზე თუმცა მას ბოლო პერიოდში ჰქონდა საკმაოდ დიდი გამარჯვებები ერთ-ერთი
ჩემპიონის წინააღმდეგ, აქტიური ჩემპიონის წინააღმდეგ, სუბუქ ზონაში უნებრივია, არა ქვეს საშუალო ზონაში. Justin Gaethje's წინააღმდეგ, მან რეალურად საკმაოდ დამაჯერებლად მოუგო. ამის მერე ნოკაუტით დამარცხდა Topuriasთან, თუმცა საკმაოდ კარგი ბრძოლა წარმართა მანდაც. Dustin Poirier უკვე მესამე ბრძოლაში დაამარცხა პირველად. რაც ასევე ცუდი გამარჯვება არ არის და Oliveira-სთან უბრალოდ სუფთად გრაპლინგით წააგო. Oliveira არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მონსტრი ჯიუ-ჯიტსუ სპეციალისტი, რომელიც ოდესმე UFC-ში ყოფილა და ესეც ძალიან სტილისტური დამარცხება არის. თუმცა დამარცხება არის, დამარცხება რაღაცას გართმევს, დამარცხება ასევე მას აქვს კონორთან, რომელიც სავარაუდოდ რაღაც ართმევს, მაგრამ ასევე რაღაც აძლევს, იმიტომ რომ უნდა დაიბრუნოს და ის გაასწოროს, ასე თქვათ, ანგარიში. თან კონორის დამარცხება და კონორთან ბრძოლა ზოგადად საკმაოდ ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ რეზიუმეზე და მას ეძლევა საშუალება, რომ გამარჯვების სახით ყავდეს კონორი თავის რეზიუმეზე და არა დამარცხების სახით. მდგომში Holloway არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული სტრაიკერი, ყველაფერი გააჩნია, კრივი აქვს საკმაოდ კარგი, დისტანცია ძალიან მაგრამ იბრძვის. მძიმე დარტყმა აქვს. არაერთი ერთ დარტყმიანი ნოკაუტი ქონია ბოლო პერიოდში, კორიელი ზომბის წინააღმდეგ ქონდა, გეიჩის წინააღმდეგ ქონდა. და მაგამდე რეალურად ძირითადად ერთი დარტყმიანი ნოკაუტით არ იყო ცნობილი, თუმცა ტექნიკური ნოკაუტები არაერთი ქონია, სადაც ის ან ტექნიკური ნოკაუტი, ან უბრალოდ განადგურება ხალხის, როგორც განადგურა მაგალითად კელვინ კატარი, სადაც ხალხობა შლის, სისხლის გროვად აქცევს და უბრალოდ მართლაც კლინიკური გამოსვლები ქონდა ბევრი წინააღმდეგ, მისთვის ასე ვთქვათ, კრიპტონაიტი იყო ალექსანდრ ვოლკანოვსკი, სტილისტურად უბრალოდ ვერ მოახერხა მის დამარცხება, თუმცა იყო ბრძოლები, სადაც ბევრმა ჩათვალა, რომ ის იყო რეალური გამარჯვებული. ასე რომ Holloway ერთ-ერთი მართლაც ლეგენდარული მებრძოლია და ის ილია Topurias რეზიუმეზე საკმაოდ კარგად ჩანს. ამიტომ ნამდვილად უნდა ვივარაუდოთ, რომ ის არის ის მებრძოლი, რომელსაც შეუძლია კონორის დამარცხება, თუმცა ისევ და ისევ თუ იმესთან lightweight-ში ამ ეტაპზე lightweight-ებიდან ყოველ შემთხვევაში lightweight-ში არ აბრძოლა შანსი ექნებოდა, ეს არის მაინც Holloway, თუმცა ძალიან გაუჭირდება ჩემი აზრით კონორს Holloway-ის აქტიურობასთან გამკლავება, ასევე Holloway-ს ძალაც აქვს ყურადღება მისაქცევი და Holloway-ს აქვს ბევრი ტექნიკა ხელის გარდა, რომელიც გვიხილია, ას ფეხით დარტყმებიც აქვს საკმაოდ კარგი, მსრიალში ათლეტური არის და არ გამოურიცხავ, რომ ამ შემთხვევაში თუ მოხდა გრაპლინგში გაცვლები, შესაძლოა, რომ არაფერი არ დააკლოს კონორ მაკგრეგორს და გრძელვადიანა შესაძლოა ეგ ნაწილიც გადაიბაროს. მე მის წარმოუდგენა, რომ ეს ზოლა გადაწყვეტილებით დამთავრდება, სავარაუდოდ გვეყოლება დიდი ალბათობით დროზე ადრე გამარჯვებული. ისევ და ისევ თუ კონორი მსგავს მოახერხებს, უნდა იყოს ძალიან ადრეულ ეტაპებზე და ძიმე დარტყმის შედეგად, თუ ჩაუსვას სამე დარტყმას Holloway-ს, მაგრამ ეს ჩემი აზრით დიდი ალბათობით ნაკლებად რეალური არის, უფრო რეალური არის, რომ Holloway გარედან მოახერხებს კონორის დაშლას, კონორის ამჯერად სავარაუდოდ არსებულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოიყენებს და არ მისცემს საშუალებას, რომ მისი თამაში ითამაშოს და სადღაც დიდი ალბათობით მოახერხებს, რომ დაშალოს და დაღალოს და გააჩეროს კონორი. თუმცა ეს არის MMA, აქ ყველაფერი ხდება, ბევრი ნიუანსი არის. ბევრი რაღაცა სავარაუდოდ ორივე მხრიდან გათვალისწინებული არის. მაგრამ დიდი ალბათობით UFC-ს მოუწევს ნელ-ნელა კონორ მაკგრეგორის ზღაპრიდან გამოგვიწება
და მათ მოუწევს ახალი ვარსკვლავების ძებნა დროთა განმავლობაში, რადგან კონორ მაკგრეგორი არ არის ის ადამიანი, რომელიც დიდი ხანი მოახერხებს, რომ სპორტის ასე ვთქვათ, მწვერვალზე დარჩეს თუ ვინმე თulis საერთოდ დღესაც რომ არის ამ მწვერვალზე, ფურცელზე რა თქმა უნდა და ასე ვთქვათ, მისი ვარსკვლავის ზომით ის არის, მაგრამ სუფთა მიღწევებით ის აღარ არის ბუნებრივია. თან ასევე ბოლო წლების განმავლობაში ის არ ცხოვრობდა ოპტიმალური ცხოვრების სტილით სპორტსმენისთვის, მაგრამ ის ბოლო პერიოდში შეცვლილი ადამიანია, ზახსრუ ქრისტიანია, ღმერთის წამს, ცდილობს რომ კარგად იცხოვროს. თუმცა ის განვლილი წლები მის ხეულზე საუბრალოდ დატოვებდნენ კვალს, რაც მან რინგის ასე ვთქვათ, ოქტაგონის შიგნით მიიღო და ოქტაგონის გარეთ. თუ მოგეწონა ეს განხილვა, მოიწონე ვიდეო, გააზიარე, დაგვიკომენტარე თქვენი მოსაზრება, გვეთანხმებით, არ გვეთანხმებით, რაში გვეთანხმებით, რაში არ გვეთანხმებით. ეს ჩვენთვის мотивация არის, ეხმარება არხს რომ გაიზარდოს და მომავალ შეხვედრამდე. ვინ ვარ მე? ზოგადად არ მიყვარს ჩემ თავზე საუბარი, მაგრამ ალბათ რაღაც ზონაზე არის საჭირო რომ ვახსენო. ვინც სოათი ჩაიხედავდა ალბათ ისაც ნახავდა, მაგრამ გეტყვით რომ მე ვარ ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამრის მფლობელი, ზოგადად გლობალურადაც და საქართველოშიც მით უმეტეს არ არის ძალიან მასიურად ბევრი ადამიანი, ვისაც ბრაზილიური ჯიუ-ჯიტსუში შავი ქამარი აქვს და მე ვარ ერთ-ერთი შავი ქამრის მფლობელი და ასევე ერთ-ერთი პიონერი ამ სპორტის საქართველოში, ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ სპორტის. რეალურად ჩემ გუნდთან ერთად ალბათ ვართ არა თუ ერთ-ერთი, არამედ რეალურად დამფუძნებლები ამ სპორტის ამ ქვეყანაში და ჩემ გუნდს საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ სპორტის განვითარებაში. ასევე ზოგადად მაქვს გამოცდილება დგომშიც, წლების განმავლობაში ვემზადებოდი და ასევე ვამზადებდი სხვა პროფესიონალ მებრძოლებსაც. ყოფილ ვარ სხვა პროფესიონალი მებრძოლების ბრძოლებში, კუთხეებში, კემპში, ასე შემდეგ. მაგმერთულებითაც მაქვს გამოცდილება. MMA-ის დიდი ენთუზიასტი ვარ ასევე, საკმაოდ დიდი ხანია უყურებ, ალბათ თითქმის 20 წელია რაც უყურებ MMA-ის. ასევე ვარ გამა გრაპლინგის კომენტატორი გიორგი ბუჩუყურთან ერთად და ასევე ვიყავი წარსულში UFC-ის კომენტატორი, შესაძლოა ვიღაცას ახსოვს, მაგრამ სავარაუდოდ ბევრს არ ახსოვს. მაშინ ჯერ სეტანტა არ ერქვა აჭარა სპორტი. შემდგომ აჭარა სპორტმა იყიდა სეტანტა და დღევანდელი ერა მაქედან წარმოიშვა. მინდია გიორგი ბუჩუყური და ლადო ნაცვლიშვილი სამნი იმიტომ არიან, რომ მეოთხე მე ვიყავი, ერთი ადამიანი აკლიათ ამ ეტაპზე და ჩემი გადაწყვეტილებით გარკვეული მიზეზების და გამო მაგ პერიოდში ასე ვთქვათ დავტოვე ჩემი პოზიცია. და ეგ არის რეალურად ჩემი რეზუმე, ჩემი ასე ვთქვათ ჭყალებში უფლება, შესაძლოა რატომაც თავს ვაძლევ ასე ვთქვათ საშუალებას რომ ვისაუბრო კამერის წინ. ასე რომ მარტივად რომ შევაჯამო, ეს არის ჩემი რეზუმე და ასე ვთქვათ ჩემი ფიჩი, რატომაც უნდა მომისმინოთ.